არა მარტო ბრიუსელში. ნუ არის უკვე მოსაზრება უამრავი ემიგრანტი ამაზე თანახმა არის და მოწადინებულიც არიან, რომ 30 მარტს ჩატარდეს ერთობლივი აქცია მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ეს იქნება აი უკვე ევროპელების დაჩქარება, რომ მათ ეს დაპირებები აღშფოთება შეშფოთება გადადონ გვერდზე და დაიწყონ უკვე დასაქცირებები, თორემ დიდხანს ვერ გაუძლებენ ის ახალგაზრდები, რომელიც ახლა ქუჩაში არიან. ამიტომ ჩვენ ემიგრანტები ვცდილობთ და ვართ მონდომებულები, რომ ეს გავაკეთოთ და ერთი პატარა წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადარჩენაში. ეს იქნება დიდი სტიმული 31-ის აქციისთვის. დანახება თუ როგორ შეგვიძლია ემიგრანტებს გაერთიანება მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა, პოლიტიკური მოსაზრებისა, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობისა, ჩვენ შევძელით გაერთიანება. კეთილი ინებეთ და საქართველოშიც გაერთიანდით და 31 უნდა იყოს რაღაც მასიური და კეთილი უნდა ინებონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელიც ძახიეთ ჩვენ გადალავხედა, ჩვენ გვენდობა ხალხი, ხო და თუ გენდობათ, კეთილი ინებეთ და გაინძენით რა. და წადით რა, კოლონები გააკეთეთ და იარეთ რეგიონებში. 31-მდე უნდა დაიდოს გეგმა. თქვა თბილისის ვიწყებთ 31-ში, ვიწყებთ თბილისის პარალიზებას, გავფიცავთ მეტროს, გავაჩერებთ მეტროს ტრანსპორტს, რომ ამ გაგრძელებას აი შევიკრიბეთ, დავჭით ხიარული 31-ში. ასე არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, სოლიდარობა ჭიათურლებს და აქაც ჩემი აზრით სისუსტეა პოლიტიკოსების, რასაკეთებ ოპოზიციონერი რო ხარ და იგი გულმოსული დანახება რომ შენ მე არ გინდივა და მე არ მომიშვი მაგალე და ერთი შენ გებიგე რა ეს რა პოზიცია საერთოდ პოლიტიკოსის რამე გააკეთე ვერ გავიგე რა დაჯდნენ გამოაკვირონ მანიფესტი ახალი ხელისუფლების შემთხვევაში ჭიათურაში შრომის კანონმდებლობას შევცვლით და ასე იქნება სოციალური საკითხებს ასე გადავწყვიტავთ ჭიათურა არ უნდა იყოს მარტო მაღაროზე აწყობილი ტურიზმის განვითარებაზე ვიჩალიჩებთ აღაცის განვითარება ეგი უთხარი რა მაგდემაიც რა დამსახალთ მაგალითად გამაგრებულ ხართ ამ თბილისში რაც რა თქვი რა ეცადეთ კაცო განმეიბინე ხალხი მე თუ ვწდები ბოდიშუხტი ყველა ადამიანს, ყველა ოპოზიციონერს ამ გადმოსახედიდან ახლა მე როგორაც უყურებ პოლიტიკური პარტიები არ აქტიურობენ, არ აკეთებენ ყველაფერს, მე არ ვიცი ახლა რამდენია გაყიდული შიგნით, რამდენია შეშინებული, მე ეს არ ვიცი, არ მაინტერესებს, მაგრამ ის რომ არ აკეთებ არაფერს, რომ 10 კაცი მაინც გადმეიბირო, იჭიათურები მეშახტეები ამას მე ახლა ტელევიზიებიდან იმიდან რასაც უყურებ ამის ცდელობა არ არის რა ამის ცდელობა არ არსებობს არ არსებობს იმის ცდელობა რომ 31-ში იყოს მასიური ის რავი ახლა მე თუ შეიძლება ვწები და მეტყვი ვაგები იტყვი თამულა ნახე სამე რეგიონებში რომ გადიან და იმაშობე ატარებენ წინა სააქციო შეხვედრებს რომ დაარწმუნონ ისინი რომ 31 მოიტანს გარდატეხას იმიტომ რომ ხალხს გული არ გატეხილი რამდენი 100,000-ობით მანიფესტაცია ჩატარდა და შედეგი არ დადგა და ეუნები ახლა მოდი 31-ში მნიშვნელოვანია მრავალათასიანი მიტინგი მაგრამ არ ეუნები განვითარების ზას რა დააყენებს შედეგს მარტო მოსვლა რომ შედეგს არ აყენებს ეს ხო ფაქტია ხო გვაკაცო რუსული კანონი